იმით დავიწყოთ, რომ თქვა უკრაინის შემთხვევაში არ დაგვიწყეს, რომ იყო 94-ში დადებული შეთანხმება, რომლის გარანტორები იყო რუსეთი, ბრიტანეთი, ამერიკა და რა იყო საუბარი, რომ ვირტუალურ იარაღს გადასცემდა, დამშენებს და ყველაფერს და სამაგიერო ტერიტორიული უსაფრთხოება იქნებოდა დაცული. ამიტომ ეს ფაქტი. ფაქტია, ხო, ამას ნებისმიერ შეუძლია მონახოს წაიკითხოს ეს ერთი. მეორე რომ ის რუსეთის ნარატივი რომ აი ნატოს გაფართოებაზე იყო შეთანხმება და არ უნდა გაფართოებულიყო აბსურდი არის. აი ესეთი შეთანხმება არ ყოფილა შეგიძლია გადახედოთ თვითონ ბეიკერის ვინც იყო ამ მოლაპარაკებებში და მის ჩანაწერებსაც და თუ არა კვლევებს რომელიც გამოსულა და ეს შეთანხმება არ არსებობს. და რაც თავარიო, ყველაზე მთავარი ჩემთვის არის აი ამ საუბარში სად რჩება ერების თვითგამორკვევის საკითხი. ხო, მე თუ არ ლიტველი, ან მოლდოველი, ან ლატვიელი და მე მსურს აი მარჯვნივ გახვევა. რატომ უნდა მითხრას ვიღაცამ რომ იქ არ წახვიდე და უნდა დაადგე მარცხნივ, ხო? თუ ლიტვას სურს ნატოში მონაწილეობა, ეს მისი სუვერენული უფლება არის. მით უმეტეს რომ სამაგისოდ აქვს არსობრივად მიზეზი და ეს მიზეზი არის მისი მეზობელი. მეზობელი რომელსაც აქვს ისტორია იმის რომ ინტერვენციას ახდენს მეზობელ ქვეყნებში. სანამ ჩვენ სამ ნატოზე ვიფიქრებდით კიდევ 90-იანი წლები ხო გვახსოვს ყველას. ხო. კი რა თქმა უნდა. რუსებმა რა გააკეთეს აქ ხო გვახსოვს. მოლდოვეთში რა გააკეთეს ხო ვიცით რა. ამიტომ აი ამ კონტექსტში რატო არ მიისრა, რატომ გადაწყვეტდნენ თქვა ლიტველები ან ესტონელები ან უკრაინელები რომ დარჩენილიყვნენ თქვა რუსეთთან, როდესაც არის საშუალება და ბერკეტები რომელსაც რუსეთს ფლობს რომ მოახდინოს იგივე სიტუაცია და ფაქტურად მოახდინა ხო 2014 წელსაც და შემდგომში. ეს ერთი. მეორე, კიდევ ერთხელ დაუბრუნდები სუვერენულად თვითგამორკვევის უფლებას. თუ შენ ხედავ რომ მარცხნივ არის რაღაცა სამოთხესავით განვითარებული შესაძლებლობების სავსე სივრცე და მარჯვნივ არის მორდორი, რატო? არ მესმის.